ლეილდა გახარიას გუნდი თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატს სავარაუდოდ დღეს დაასახელებენ. მერობის კანდიდატის გარშემო მოხდა შეთანხმება. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი აქტიური სამუშაო პროცესი, როგორც ჩვენს ორ პარტიას შორის, ასევე გქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა და აქტიური კონსულტაციები თბილისელებთან. დღეს მოხდება უკვე ჩვენი საერთო შეთანხმებული კანდიდატის წარდგენა თბილისში, ხოლო შემდეგ პარალელურად, რა თქმა უნდა, გრძელდება კანდიდატების შეთანხმება 64-ვე მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში ეს ადამიანები იქნებიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულები, მაღალი სანდოობით გამორჩეულები და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მთლიანად საპროტესტო ელექტორატის მობილიზაციას. ქვეყნის საარჩევნო პროცესი აღარ არსებობს, როცა პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები, რომელსაც კამპანიები აწარმოონ არიან დაკავებულები, როდესაც საარჩევნო კომისიაში აბსოლუტურად ხოცური წესრიგია გამეფებული და ზოგადად არჩევნების მიმართ ნდობა და სანდოობა აღარ არსებობს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნები აღარ ტარდება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ქვია სპეცოპერაცია, არჩევნები ვეღარ ეწოდება, რაც შეეხება იმ ეგრეთ წოდებულ სისტემურ ოპოზიციას, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ სპეცოპერაციაში, მათი მხრიდან ეხლა ვინ დასახელდება კანდიდატებად, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ამას ყველა ხვდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ყველა ხედავს, რომ მათი მონაწილეობა არის უაღრესად ნომინალური და ისევ თვითდაზიანების პროცესში არიან. ორმაგი სტანდარტის, უთვისტომო, უპრინციპო, უთამოყვარეობის გაერთიანება. და რა კანდიდატები უნდა შემოგთავაზონ ახლა ამათ, რომ რამე კონკურენცია გაუწიონ ჩვენს რომელიმე მუნიციპალიტეტში. თბილისს არც მგსაუბარი. თბილისში კახი კალაძე არის მერი და ასე იქნება შემდეგი 4 წელიც. ერთმანეთში ვერ ჩამოყალიბებულა. სიაზე ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში ეს უსამშობლოები. არაფერი. ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს აი ვინ იქნება დასაცინი ობიექტი. 18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ. 18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე ძიმეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ, კოჯორიდან და ვაზიანის მეოთხე ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა და მადლობა მინდა ყველას გადაუხადო. პატივს მივაგებთ ჩვენს ეროვნულ გმირს და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნა იყოს უტაყოფილი და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.